დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება მაღალი ფასები და 9 მილიონზე მეტი ლარის ჯარიმა. ასეთია კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის შედეგები. კონკრეტულად რა შედეგი გამოავლინა ამ კვლევამ სტუმართან კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარესთან ირაკლი ლექვინაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. 4 ფარმაცევტული კომპანია, თითქმის 9 მილიონი გყავთ დაჯარიმებული. რეალურად რა გახდა ამის მიზეზი, ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ. ეს კვლევა იმის გათვალისწინებით, თქვენი სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ დავუშვათ რაღაც პერიოდულობით სწავლობთ სხვადასხვა ბაზარს, ეს მდგომარეობა, რომელიც ახლა თქვენ შეისწავლეთ, ასახეთ ამ კვლევაში და რის გამოც დააჯარიმეს, დღესაც გრძელდება თუ არა, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ უფლება იცოდნენ წამალს პირობითად, რამდენ პროცენტიანი ნამატით ყიდულობდნენ, იმიტომ რომ იქ ერთ-ერთ კონკრეტულ მედიკამენტზე იყო, რომ პირობითად თვითღირებულება თუ იყო ლარი, იყიდებოდა 22 ლარად, რაც ძალიან წარმოუდგენლად დიდი განსხვავებაა ხო ფასებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვაზეც გავცეთ პასუხი. Ai მადლობა მოწვევისთვის, ჩვენს მაყურებელს მივესალმები. მოკვლევა ფარმაცევტული კომპანიების მიმართ და ესენი არიან ძირითადად იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ, დაიწყო 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე. მაშინ ჩვენ გამოგვიგზავნეს საკმაოდ ბევრი მასალა, სადაც იყო აღწერილი ფასნამატები და ეს ფასნამატები გულისხმობდა იმპორტიდან ქსელში პაციენტამდე არსებულ მთელ გზას, ანუ თუ რამდენად შემოდიოდა მედიკამენტი და რა ფასად იყიდებოდა სააფთიაქო ქსელში და იყო იქ საკმაოდ მაღალი ფასნამატები 300%-დან 3000%-მდე და ჩვენი ამოცანა იყო, რომ გაგვირკვია, ხომ არ იყო აღნიშნული მაღალი ფასნამატები გამოწვეული რაიმე ანტიკონკურენტული მოქმედებებით. ჩვენ დავიწყეთ შესწავლა იმპორტიორი კომპანიების მიმართ, დაახლოებით იდენტიფიცირდა 8 კომპანია და 14 მედიკამენტი. ეს იყო 14 მედიკამენტის ბაზარზე 8 დომინანტი კომპანია. ანუ რომელსაც გააჩნდათ ბაზარზე 40%-ზე მეტი და ჩვენი ამოცანა იყო, რომ გაგვირკვია, ხომ არ იყო აღნიშნული მდგომარეობა დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებით გამოწვეული. საბოლოო ჯამში შედეგმა აჩვენა, რომ ჩვენ 4 კომპანია დავასანქცირეთ, რომლებიცაც ჰქონდათ ჭარბი ფასი მომხმარებლისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები, ვიტყვი, რომ ჭარბი ფასი ნიშნავს იმპორტიორი კომპანიის შემთხვევაში შემოტანიდან აფთიაქამდე მიწოდების ფასს და ამ ფასს ჩამოკლებული ყველა კვალიფიციური ხარჯი, რომელიც გულისხმობს დისტრიბუციასთან დაკავშირებულ ხარჯებს, შენახვის ხარჯებს და მათ შორის საოფისე ხარჯებს, სახელმწიფო ხარჯებს თუ ესე შემდეგ და ასევე გონივრულ მარჟას 30%-ის მოცულობით. ეს საკმაოდ მაღალი მარჟაა სააფთიაქო ბიზნესში, თუმცა ავიღეთ ჩვენ რეფერენტული ფასის მაჩვენებელი და სწორედ ეს მარჟა ავიღეთ თავარ ჭერად. ამის შემდგომ კიდე დამატებით 20% ჩაუთვალეთ კომპანიებს, იმიტომ რომ მათ ეს საერთაშორისო პრაქტიკაში ეგრეა, რომ დაახლოებით ამ პროცენტული მაჩვენებლიდან იწყება ჭარბი ფასის სათვლა, დაახლოებით 20-25% და ამის ზემოთ ფასი უკვე მივიჩნიათ ჭარბ ფასად. 4 კომპანიის შემთხვევაში ამდენი ხარჯის გამოკლების შემდეგ. და ეს ხარჯები იყო დადასტურებული კვალიფიციური ხარჯები, რომლებიც კავშირში იყო კონკრეტული მედიკამენტის გაყიდვასთან. ჩვენ მაინც მივიღეთ საკმაოდ მაღალი ჭარბი ფასის პროცენტები, ეს იყო 60%, ეს იყო 150%, ეს იყო 200% და ზოგის შემთხვევაში აი ესეთი მაჩვენებლები. საბოლოო ჯამში 4 კომპანია 7 მედიკამენტის ბაზარზე დაიდენტიფიცირდა როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესების მიზნით. ოღონდ აი თქვენი კითხვას რომ გავცე საბოლოოდ პასუხი, შევისწავლეთ 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდი. ეს ის პერიოდია, სანამ საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და საქართველოს მთავრობის განხორციელებული რეფორმების შედეგად შემოვიდოდა რეფერენტული ფასწარმოქმნა. რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ პრაქტიკულად ჭარბი ფასის დაწესების შესაძლებლობა და ეს მავნე პრაქტიკა შეიძლება ითქვას, რომ გაანეიტრალა და გუშინ ძალიან საინტერესო ინფორმაციაც გამოაქვეყნა ჯანდაცვის სამინისტრომ, სადაც ჩანდა რეფერენტულამდე ფასნამატები იმპორტიდან მომხმარებლამდე და რეფერენტულის შემდეგ თუ რამდენად იყიდებოდა რეფერენტულამდე აღნიშნული მედიკამენტები და რამდენად იყიდებოდა რეფერენტული ფასის შემოღების შემდეგ. ანუ ის პერიოდი 3 წლიანი. ჩვენ შევაფასეთ, რომ ამ პერიოდში კომპანიები მოქმედებდნენ ჭარბი ფასით, მომხმარებელი ყიდულობდა და იხდიდა ძვირს ამ მედიკამენტებში, დავთვალეთ გაყიდული მედიკამენტებიდან გამომდინარე ზიანი და შესაბამისად საჯარიმო სანქციები გამომდინარე აქედან
იქნა გამოყენებული, ეს იყო 560,000 ლარი 4 კომპანიის შემთხვევაში. თუ ეს იყო ძველი პერიოდი, მაშინ რატომ გახდა ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება და აუცილებლობა თუ დაუშვათ რეფერენტული ფასების შემოღებამდე პერიოდში შესაძლოა დაუშვათ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ 4 კომპანია, სხვა კომპანიებსაც დეტალურად რო შეისწავლოთ, შეიძლება მათ შემთხვევაში ანალოგიური რაიმე ხანდაზმულობას ითვალისწინებს თუ არა კანონმდებლობა ამ ნაწილში, რომ რეალურად ადამიანებს არ დასჭირს შთაბეჭდილება, რომ რაღაც წინა პერიოდს ვიკვლევთ და რეალურად დღეს შეიძლება კარგი ან პირიქით გაუარესებული მდგომარეობა გქონდა და ამას არ ვსწავლობთ. ზოგადად კონკურენციის კანონმდებლობის სპეციფიკა ასეთია, ის უკვე იკვლევს დამდგარ ფაქტს და ხანდაზმულობის ვადა 2020 წლის უკან ვრცელდება და არა 2020 წლიდან, ამიტომაც ავიღეთ ჩვენ ეს პერიოდი და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია რატომ? ეხლა მართალია რეფერენტული ფასი გვაქვს დაახლოებით 7000-ზე მეტ მედიკამენტზე, მაგრამ არის რიგი მედიკამენტები, რომლებსაც არ აქვთ რეფერენტული ფასი. ამიტომ ყველა კომპანიამ უნდა იცოდეს და არა მარტო ფარმაცევტებს. შეისწავლეთ დღეს უკვე რეფერენტული ფასების აბსოლუტურად ყველა მედიკამენტი რეფერენტული ფასწარბოქმნის ჭერია დევს და შესაბამისად ისინი იყიდება დღეს ოპტიმალურ ფასად, იმ ოპტიმალური მარჟების და ფასამატების გათვალისწინებით, რასაც ამ ფასების რეფერენტული ფასების შემოღებამდე ადგილი არ ქონდა. თუმცა იმ ქმედებაზე, რა ქმედებაც იქნა განხორციელებული, თუნდაც წარსულში კონკურენციის კანონმდებლობის მთელი პრინციპი ეს არის, რომ ამაზე პასუხი უნდა იქნას დაფიქსირებული და მომავალში ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც ამ მოკვლევის ფარგლებში გაიც არის შემდეგი, რომ ნებისმიერი კომპანია იქნება ეს ფარმაცევტულ სექტორში, თუ არ იქნება ფარმაცევტულ სექტორში, თუ მას გააჩნია დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე, ანუ 40%-ზე მეტი, მნიშვნელოვანია, რომ ფასწარბოქმნისას გაითვალისწინოს ის მეთოდიკა და მიდგომა ფასწარბოქმნასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ავღწერეთ აღნიშნულ кейსში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მომავალშიც თუნდაც პრევენციის მიზნით აღნიშნული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივი აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, რომ რეალურად ვიცოდეთ, იმიტომ რომ აი საუბარი რომ ფარმაცევტულ კომპანიას, ამა თუ იმ ფარმაცევტულ კომპანიას აქვს მაღალი ფასები, რომელსაც დარწმუნებული ვარ თქვენს გარშემო, ჩემს გარშემოც ყველა საუბრობს, რეალურად ადამიანებს უკვე დოკუმენტურად და სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ასე ასახული გქონდეს, რომ დიახ ეს ნამდვილად ასეა და ეს უბრალოდ არ გვეჩვენება. ეს ერთი. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდის. ეს კომპანიები ამ თქვენს გადაწყვეტილებას ასაჩირებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფარმაცევტული კომპანიები დააჯერიმეთ, ხო? ამას უძღოდა წინა დაჯერიმების ნაწილი. მაგრამ სასამართლო პროცესი ჯერ არ გვაქვს შედეგები არ გვაქვს სახეზე. ხომ არ არის ერთგვარად უბრალოდ სასამართლო დავები დაიწყება, მე გაჭიანურდება ის, იმიტომ რომ სასამართლო გადატვირთულობის გათვალისწინებით შესაძლოა ეს არ გახდეს პრიორიტეტული ნაწილი და ამ სიტუაციაში ეს თემები ჩაიკარგოს ისე რომ ამ კომპანიებმა თუ ისინი რა თქმა უნდა იყვნენ კანონდამღვრები, რეალურად პასუხი აგონ. თავისთავად ერთი кейსიც ფარმაციის შემთხვევაში და მეორე кейსიც არის საკმაოდ პრეცედენტული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სამომავლოდ მსგავსი ქმედებების პრევენცია მოხდეს. სასამართლო პროცესები არის აბსოლუტურად კონკურენციის კანონმდებლობის თამდევი პროცესი, ანუ სასამართლო კონტროლი, როგორც ჩვენთან ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და ბუნებრივია ეს გადაწყვეტილებება უნდა გაიაროს სასამართლო კონტროლი. ამიტომ ის შეიძლება და მალე დასრულდება თუ ცოტა მოგვიანებით, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია რომ ჩვენი გადაწყვეტილება დავიცვათ და დავიცავთ კიდევაც, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი სტანდარტია გამოყენებული, მათ შორის ევროპული საუკეთესო გამოცდილება აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კიდევ ერთხელ მომბობ, ეს არის სამომავლოდ მნიშვნელოვანი პრევენცია და საუბარი იმაზე, რომ თუ წლების წინ საერთოდ არაფერი არ ხდებოდა ამ სფეროში, გულისხმობ კონკურენციის უწყების მხრიდან და საერთოდ 2014-მდე კონკურენციის უწყებაც არ იყო ხო ქვეყანაში, დღეს ამ საკითხებზე მიდის აქტიური მონიტორინგი და გუშინ ითქვა კიდევაც, რომ აი ნებისმიერი მსგავს ტიპის ქმედებაზე, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შედეგად თუ აღმოჩნდება, რომ მსგავს ტიპის მაღალი ფასდამატებს აქვს ადგილი, ეს გახდება მონიტორინგის და შესწავლის საგანი აუცილებლად. აუცილებლად უნდა ვთქვა რა, რა ეტაპზეა იმ შემთხვევაში სასამართლო დავა, რომელსაც წინა დაჯერიმებული კომპანიებთან. ველოდებით განხილვებს პირველ ინსტანციაში, ჯერ არ დაწყებულა, აღნიშნული кейსიც ალბათ გასაჩივრდება უმრავლესობა კომპანიების მიერ, ერთი თვე აქვთ მათ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, რომ მიმართონ სასამართლოს. და რა მინდა ვთქვა, აი ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ეს ალბათ უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, არაპროფილური ხარჯების კონტექსტი, რა შედიოდა. გუშინ მოამბი სიუჟეტში იყო ამაზე საუბარი. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ ყველა უნდა ვიცოდეთ ეს და ყველა უნდა დავსვათ სათანადო კითხვები, როდესაც ხდება შემოთავაზება კონკრეტული საოჯრო დასახელების მედიკამენტის. ყოველთვის უნდა ვიკითხოთ, რომ რა ალტერნატივა აქვს ამ მედიკამენტს და არის თუ არა სხვა შემცვლელები ბაზარზე და ეს
იმ დიდი რეფორმის ნაწილია, რომელიც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, იგივე ჯენერიკულ და ელექტრონულ რეცეპტებს გულისხმობა, ეს კითხვები პაციენტმა უნდა დასვას აუცილებლად, ან გადაამოწმოს უამრავი ალტერნატიული საშუალებით, მათ შორის ინტერნეტით და სხვა მით რომ ხო არ ხდება ისე რომ აი მითითება კონკრეტულ მედიკამენტზე ან ძვირადღირებულ მედიკამენტზე შევიხდით ჭარბას და აღმოჩნდა რომ აი ამ кейსმა ესეც აჩვენა რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი რიგი ხარჯები რომლებსაც ისინი თვლიდნენ რომ ჩვენ უნდა ჩაგვეთვალა თვითღირებულებაში მედიკამენტის იყო საერთოდ არ იყო დაკავშირებული ამ კონკრეტული მედიკამენტის რეალიზაციასთან და ბაზარზე განთავსებასთან. აუცილებლად დავასახელო ეს იყო მაგალითად ძვირადღირებული საჩუქრები რომელიც მათ შორის ოქროს სამკაულები. ეს ხო მაგალითად ევროპის ქალაქებში, სხვადასხვა ქალაქებში, ძვირადღირებულ სასტუმროებში განთავსების, სტუმრების განთავსების და კონფერენციის ჩატარების ხარჯები მათ შორის ბარსელონაში, იტალიის ქალაქებში, საქართველოს ძვირადღირებულ სასტუმროებში კონფერენციის და განთავსების ეს არის კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც ამ საქმის ნაწილია. ჩვენ ისინი თვლიდნენ, რომ ჩვენ ამას ჩავთვლიდით ხარჯებში, მაგრამ ჩვენ ეს რა თქმა უნდა არ ჩავთვალეთ. გარდა ამისა, ძვირადღირებული ავტომობილის მომსახურების ხარჯები, გარდა ამისა, სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიური მომსახურების ხარჯები, სხვადასხვა კანონდარღვევისთვის გადახდილი ჯარიმების ქვითრები წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ უნდა ჩაგვეთვალა კონკრეტული მედიკამენტის თვითღირებულებაში და უამრავი მსგავსი. ამიტომ ეს პრაქტიკა, აი რატო არის რეფერენტული ფასები მნიშვნელოვანი. პრაქტიკა როგორია? ამ ტიპის ხარჯები ითვლება? რა თქმა უნდა არა და მსგავსი ტიპის ხარჯები ყოველთვის არის ღია და დეკლარირებული, იმიტომ რომ ნებისმიერ კომპანია, რომელიც და კიდე ერთი აი მენეჯმენტისთვის და სხვადასხვა მენეჯმენტთან დაკავშირებული პირებისთვის გადახდილები არაბუნებრივად მაღალი ხელფასები. ესეც მნიშვნელოვანია და ისეთ ნაწილია, რომელიც საკმაოდ ისე ჩანდა რა, წარმოდგენილი. ახალგაზრდებია რატო არის ხოლმე მედიკამენტები ასეთი ძვირი? კი, ეს ერთი, თუმცა მნიშვნელოვანია რომ რეფერენტული ფასების შემოღება აი მსგავსი ტიპის ხარჯების შეტანის შესაძლებლობა მედიკამენტების თვითღირებულებაში პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ გაანეიტრალა, იმიტომ რომ რეფერენტული ფასი ადგენს 7000 დასახელების მედიკამენტს დანარჩენი. ნუ ჯამში ჩვენ გვაქვს 11000-ზე ცოტა მეტი მედიკამენტი და იმედი მაქვს რომ აი სადაც იქნება მსგავსი ტიპის პრობლემატიკა, ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტრო ვართ აქტიურ კოორდინაციაში. არა მარტო ამ საკითხზე ძალიან ბევრი მიმართულებით და ნუ იქაც გვექნება შესაბამისი რეაგირებები და რეფერენტულ ფასებს აქვს კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი, რა პროცენტული მაჩვენებლის ზემოთაც არ შეუძლიათ კომპანიებს რომ ფასდამატი განახორციელოს. ეს უკვე მნიშვნელოვნად ხსნის ამ პრობლემას, ამიტომაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რეფორმა, რაც საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელეს ბოლო პერიოდში. და ჩვენ საუბრის ბოლოს კიდევ რომელ სფეროებს სწავლობთ? მე ამ კითხვას ყველა სტუმრობისას გისვავთ ხოლმე და რეალურად ხა შედეგიც ერთ-ერთი კონკრეტული სფეროდან მოვისმინეთ, ხო? კიდევ რომელ სფეროებს სწავლობთ და მოკლევას სადაც რა მიმართულებით აწარმოებთ და როდისთვის გვეცოდინება შედეგები და პასუხები? მოკლევა ამ დროისთვის ხორციელდება სამი მიმართულებით. ერთი ეხება და ორი ეხება უბრალოდ ონლაინ პლატფორმების ბაზარს და ერთი მოკლევის დაშვება არ დაშვების ეტაპზეა, მეორე პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ ბოლოშია გასული, ეს ეხება ონლაინ პროდუქტების რეალიზაციას სხვადასხვა პლატფორმებზე. გვაქვს ასევე საკმაოდ საინტერესო მოკლევა, რომელიც ეხება თევზის ბაზრის მიმართულებით შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებას და გვაქვს საკმაოდ საინტერესო მონიტორინგები, ეს არის აგროქიმიკატები და პესტიციდები, რომელსაც ალბათ ეხლა დამუშავების ეტაპზეა და პირველად ზურაც ვნახავთ. ასევე ჩვენი სტანდარტი ტრადიციული და ისეთი განგრძობითი მონიტორინგები, როგორც არის საწვავი, რიტეილის ბაზარი, პარლამენტის რეკომენდაციები, ჩვეულებრივად. რა თქმა უნდა, მით უმეტეს რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, როგორც რიტეილის მიმართ, ასევე საწვავის ბაზრის მიმართ და პერიოდულად ეს ანგარიშები ქვეყნდება და ეს პროცესი გაგრძელდება, რომ თუ დავინახავთ რაიმე არასაბაზრო ფაქტორებს, რომ შესაბამისი მოქმედება გქონდეს ამ მიმართულებით. ასევე წლის ბოლომდე ალბათ რამდენიმე მოკლევა შესაძლოა დავიწყოთ გამომდინარე იმ წინასწარი მონიტორინგებითაც, რომელსაც ახლა ვახორციელებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და რა თქმა უნდა გელოდებით